ეგ არის მზადვარ ტყეის წასასვლელად. ეგა. აი, გიხარია ტყეში რომ მიდივარ? კი. რამდენი ხანი ელოდები? აი, თუ არის. აი. ეხა წენები და ეგ არის, ხო? ბოლო გაჩერები. და თა შენ რას ფიქრობ? მოგნაცავ დღეს გაგაშლევინებ კარავს. მოგაშლე. კი. ცეცხლის უნდა დავანთო ხო შენ დიდი? ხო. იბრიდება ძმა უკვე. აზრი არ აქვს ამის გადაყვანას, უკვე სიკვდილისთვისაა განწირული. ხო არ გეშინია შენ? მოგინა გასწავლე როგორ უნდა გაარჩიო, შხამიანია თუ არა. მოდი აქ ცოტა აქეთ. მოდი აქ. თვალს უყურებ? კი. მრგვალი შავი ნაწილი მრგვალი ხო აქ? ხო. შავი ნაწილი მრგვალი რა ხან აქვს? ანუ შხამიანი არ არის. ეგ შავი ნაწილი წვეტიანი რო კონდეს, აი კვერცხისავით რა ოვალური. ეგეთი ნაწილი რო იყოს, მაშინ შხამიანი. შხამიანი არა. არა, იმიტომ რომ აი შავი აქვს მრგვალი რა. შევედით ღვთაების დღეში. ეს რა არის? ეგ არის ღვთაების გზაზე არის პატარა სალოცავებით. აქ შეგიძლია დაანთო სანთელი და მერე გააგზავნო გზა. დაიჭერ გაბრიელ. როგორც მოველოდი, საკმაოდ ბევრი ხალხია. პონჩიკესული რატო? ალბათ ვიღაც პონჩიკებს აცხობს და იმიტომ. ეს არის შესასვლელი. აგერ წყალიც მოდის. აქედან შეგიძლიათ ახვიდეთ ზევით არის კოშკი რა. ძალიან ლამაზი ადგილია, უბრალოდ ეხლა ბავშვთან ერთად რო ვარ. ამას ცოტა გაუჭირდება მაგ ადგილზე ასვლა რა, თან დროშიც გაგვეწერება, მაგდენი დროც არ გვაქვს. მე სხვა დროს ავიდეთ, ეხლა ქარი იქნება თან ზევით რა. და არ იქნება კაი, ქარში. მე ავიდეთ, ხო? კაი ამინდი რომ იქნება უფრო და დროც ბევრი გვექნება. მე უბრალოდ ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს მე რამდენი საუკუნეშია დაარსებული, როგორც ვიცი და თუ სწორად მახსოვს. მე-6 საუკუნეშია დაარსებული. 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთის დაარსებულია, ანტონ მარტომყოფელის და ალბათ მაქედან გამომდინარე დაერქვა სოფელს მარტყოფი რა. ალბათ არა, ეგრე არის. მარტყოფი დაერქვა მაგით. მის საპატივცემულით. ანტონ მარტომყოფელის საპატივცემულით. როგორც მამა ბენიამინმა მითხრა, წინაზე რო ვიყავი, შეგიძლიათ ამოხვიდეთ და დარჩეთ რამდენიმე დღით. არ იქნება მაგაზე პრობლემა. აი იმ კოშკზე მქონდა საუბარი რა. იქედან ჩანს თბილისის ზღვაც. თბილისის ზღვას ჩანს? ადი. ხო, ეგ აღარ მახსოვს თბილისის ზღვა ჩანს თუ არა, მაგრამ დრო თუ გექნებათ აუცილებლად უნდა ახვიდეთ მანდაც. ჩონჩხები უნდა განახო, ხო იცია. წამო, აბა ჩონჩხები მანახი. მოვაში მადლობა. ესენი ვისი ძვლებია, იცი? ადამიანების ხო? იმ ადამიანების, ვინც აქ მოვაწეოდა ამ მონასტერში. ანუ მამაურების და ბერების. ხო, წესით. მოკლედ როგორც უკვე გითხარით რა, დრო თუ გექნებათ და არ დაიზარებთ, კი არა და არ უნდა დაიზაროთ. იქ უნდა ახვიდეთ აუცილებლად რა.
მოდივართ. აი მარცხნივ არ ჩავართ. მერე ბორბალი გაგისკდეს ისეთი ცუდი ხსებია. მათ შეიძლება ბორბალი გაგისკდეს. ელა აქ ტოტებია. ბალახი. აუ, ყლაპო. გითხარი ხო? აი, გასასვლელი არც არის. გითხარი არა. არა, ისა, просто. ახლა შენ ხეობდა. ყლაპო მისიხირო მაგარა. გადმოდი. ოხ. ესეთი ამბავი გვაქვს. ეს ხე უნდა გადავაგდოთ როგორმე რომ შევიდეთ იქ. ესენი საშამფურეთ დაგჭირდება. ესეთი გამოვაკლავиш, რა? აისო. გერაცდება. ოჩა, დავай. ოჩა. ილია. Dada. Aia. Rosa ჭინჭრები. და გადაის. მე აფუ არა დამწე. 7 წუთი არ ყაიღებს. თავი. შეუძლებელი არაფერი ამ ცხოვრებაში. თავარია მუღამი კონდეს რა. შეფიჩო. კარგი ემოციები გაუჩი სამყარო. მასა რაღაცა არ მოგვივიდეთ. არა, ნახე კაი ადის მიოდეთ ისთან. ეხლა ვართ მონასტრის ტერიტორიაზე. აქვე ტყეში შემოვედით. და მოლოდინი რა თქმა უნდა მქონდა რომ დანაგვიანებული იქნებოდა, მაგრამ ამ ტრადესი არ მეგონა რა. ამ ყველაფერს დავასუფთავებთ რა თქმა უნდა და თხოვნა მექნება რომ თქვენც სადმე ბუნებაში რო გახვალთ და გადააწყდებით ესეთ სანაგვეს, მით უმეტეს მანქანით თუ იქნებით. რა ვიცი, დაასუფთავებთ, იმიტომ რომ ათვა არ შეიძლება რა. ან დედამიწა ყველაფერს გვაძლევს, თავშესაფარს, საკვებს, ყველაფერს აბსოლუტურად. სანაცვლოდ არაფერს არ ითხოვს. და ჩვენ რას უკეთებთ, თო? აი ესე ვაბინძურებთ და მართლა არ შეიძლება რა ხალხო, მართლა არ შეიძლება. ვინც მიყურებთ და ეგეთი რაღაც გაიკეთებიათ, მე კი არ განგიკითხავთ და კი არ გძრახავთ, კაცო, მეც მიქნი ახალგაზრდობაში, როცა ვერ ვაზროვნებდი, მაგრამ ცოტა მეტი აზროვნება ხალხო, რაღაც ნაბიჯს რო გადადგავ. დაუფიქრდი რა შეიძლება მოყვეს იმ შენ გადადგმულ ნაბიჯს. აი ხა ეს აი უღრან ტყეში ხარ და აი ეს რაღაც ბინძური ცივილიზაციის ნარჩენები გვხვდება ამ ულამაზეს ბუნებაში და შენ რას ვთქვი, გაბრიელ? შენ რამდენი წლის ხარ? 7. და ნაგავს 7 წლის ბავშვიც კი არ ყრის არასდროს. რამდენჯერ ყოფილა მომენტი რომ ხელში მოუწია რომ არ ყოფილა იქვე ნაგვისურნა რომ მე გადავაგდოთ. ანუ 7 წლის ადამიანს აქვს მაგდენი შეგნება და თქვენ დარწმუნებული ვარ.
ძალიან ბევრი ზედასრული მიყურებთ და თქვენ ვერ მიხვედით ამდენი ხნის განმავლობაში მაგ შეგნებამდე რომ ბუნებაში ნაგავი არ უნდა დაყარო. ეს დაჟე აწყობილი დაუტოვებიათ ჯიგრებს. მადლობა ძმაო, გაიხარე ჯიგარი ხარ. მაგრამ რომ მოხვედი და რო იკაიფე და დარწმუნებული ვარ ამ ბუნებაში ბევრად მაგარი პრიხოდები გექნებოდა. ბიჭო, არ გვინდა ძმაო ამის დატოვება აქ, ბრატ. წაიღე რა. ხო ვიცი რომ შენ აქ მეორე თამოსველი აღარ ახარ. აღარც კი გემახსოვრება სად იყავი ვაფშე და არ გვინდა ძმაო, მადლობა. არ ვართ მწებელები. ან თუ ეწევით კულტურულად ვეწევით, როცა ვეწევით 1000 ერთხელ რა. აი, ნაცეცხლარი როა. მაქედან აი სადაც ბიჭები დგანან იქამდე ტერიტორიაზე. აი ძმაო ნაგავი. ეს არის ზღვაში წვეთი. ამას დაალაგებათ არ ვთვლი. უბრალოდ ეხლა დრო არ გვაქვს იმის რომ უფრო მეტი ტერიტორია დამელაგებინა. მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ რომ თლიანი გასულებით დაუთმო ხოლმე ჩვენი საქართველოს ლამაზი ბუნების დასუფთავებებს. ხო და ისე და ისე მოგიწოდებთ რა. ანუ არ ვჩხუბობ, არც არავის არ განვიკითხავ, მაგრამ არ არის ეს სწორი საქციელი და შევეცადოთ რომ ერთმანეთს მივცეთ სწორი მაგალითი და არ დავანაგვიანოთ ბუნება, ძალიან მარტივია რა. ჩვენ გავიყავით საქმე, მე სანამ ვალაგებდი მოგერ ძიას კაცმა და ჩემმა პატარა ძმამ მოაგროვეს შეშა, იმიტომ რომ უნდა შევწვათ, რა უნდა შევწვათ? ვერ გავიგე. წვადი. გიყვარს? კი. მაგისთვის რა გვინდა საიცი? შეშა. შამპურები. შამპურებს გამოთლით. მაგასაც ნახავ. ხამაკი გავაბით. იქ კარვის გაშლას ვაპირებთ. ხო, კარვის გატესტოს ვაპირებთ, იმიტომ რომ დღეს ჩამოგვივიდა და unboxing-საც შემოგთავაზებთ რა. დავიწყე უკვე ინფლუენსერული ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ ამბიცია მაქვს რომ ერთ-ერთი საუკეთესო კონტენტი დავდო YouTube სივრცეში, ამიტომ გამიჯერეთ, რასაც ვიძახი, იმას ვაკეთებ. ეს ჩემი უზუნგულელი დანა, თურქეთში რო ვიყავი იმ ტრიპში დავიცრიე. სად გადავყადო? ხო, ეგეც თურქულია. მოდი სად გადავყადო? შევაგროვოთ ნაგავი და მე ერთად გავიტანო. აბა იტო თეთრ გავხსნი რა. არა, შენ ჯერ დანიშთვის პატარა ხარ. რო გაიზდები გიყიდი და შენიდანა გექნება. აი დათესმენი. დაიჭირე შენ გადაგვი. მაინტერესებს როგორი გარავია. რა ფერია შენი აზრით, აბა? ჩემი აზრით? შავი. ჩემი აზრით არის ლურჯი. ლურჯი? ჩემი აზრით შავი. აი შენ ეს გახსენია მაგას. აიგა. ეს არის პარალონი. პარალონი რა არის? დასაფენიში. გაწოვდი. შვენიერი. გინდა ეს მოგცე? მე კი. შენ არა თქო, მე ხო პირობას ყოველთვის ვასრულებ, დიდი რო გაიზდები, აი დათასხედა რო გახდები, პირობას გაძლევ რომ ეგრევე გიყიდი შენ საკუთარ დანას. მაგრამ ჯერ არა. ოპა, ვაფშე სოფელია, ვერცერთმა ვერ გამოვიცანი. შენ თქვი შავი, ხო? მე ლურჯი. ახლა სიყოლის ფერია. ძალიან კაი შესაკრავი აქვს, სხვათა შორის ეგ უნდა აღინიშნოს. შესაკრავი კი არა, შესანახი. შიხოლი. ძალიან კაია, კი. კაი. კაიცარი. ხო, ეს უკვე ვახსენე. თურქეთში უზუნგოლში ნაყიდი დანა, პირველად ტესტავ. ხორცს ძალიან კარგად ჭრის.
იზე რა აწერია? ჩემს ვაფშე კოლუმბია აწერია. Masters Collection. იეროგლიფად MC აწერია. მოდი მე წავიდე მანქანიდან რაღაცებს განმოვიდა. გადმოიტანე. ეხლა უნდა შევწვათ ნაღდი კახური მწვადი. აი ესეთი ფენა ხორცი უნდა იყიდოთ ხოლმე, სამომავლოდ რო იცოდეთ სამწვადი არის ესეთი იდეალური. ნუ მქონი აქვს რა თქმა უნდა, მწვადს მქონი თუ არა გემრიელი არ გამოდის, ზოგ შეიძლება ძალიან ჭლე გიყვართ, მაგრამ რეალურად ნაღდი კახური მწვადი არის ეს, ნეკნის მწვადი. Hadi merhaba. Kendi çıkımda davantad. Ay ak. უბრალოდ ეგ ძველი ნახშირი უნდა მოვაშოროთ. ხო, ძველი ნახშირი ცოტა უნდა მოვაშოროთ. თორი ადაინთება. მიდი ეხლა ანახე კარავი ჩვენი წადი. ამოდით. არავის ანახე და ხამაკიც ანახე. ჯერ ხამაკს განახებ. შიგნიდანაც ანახებ. ხო, თან იყურე რა სიგე. ხო. კამერაში იყურე რა. ნახეთ. აი, კარავი. ესა კარავი. ამოდით ეხლა განახებთ. კარგი კი არა ისე ხამაკი. წამდი ეხლა განახებთ. კარავს. აი, კარავი როგორია გარედან. როგორია გარედან კარავი. ნახეთ. Ay. Está mal con la onda también. Ay. Korea nahet. Ay. Digil go bitarian. Ради, ванна караут. Сейчас пойдем к вам десь на мера. გავანთებთ. Вера да там лавантот. მიდი დაიწყეთ ხო? Да Санта-Белара ва. გააფშენ. Санта-Белара ва. ჩემი კარგი. Санта-Белара ვა. Санта-Белара წამოგვიგია. გამოსავალი არის, ვინმე უნდა გავაჩეროთ ახლა გზაზე და ვეთხოვოთ. ბიჭკან რამე? ბიჭო არ ვიცი, რომ მიგდია კიდევაც. ეხლა არ მახსენდება უბრალოდ, მანქანაში უნდა მოვქექო და. მე აი, ხა. კარგი გახსენეთ ხო? ამანდას გონია. დადგმულია და რაღაცა და რეალურად გაბრიელი იძახის ეწრის დანთება მინდა მალეო. და მე ვეუნეი მეთქი მინდა დაანთეთ თქვენ რა. წყალი? წყალი გვაქვს გა. და ბავშვი იძახი სანთებელაო და აი სანთებელა არ გვაქვს. წყალთ ეს ეგრე გააქვს. წყლის გადაში რომ მოვდიოდი. როდის მოდიოდი? წყალი სამან გაგვახსენე. ხო, ბოზორიერ. შენ დღეს ორჯერ გადაგვარჩინე. აი ხა შეიძლება მანქანაში მიგდია, გამორიცხული არ არის ეგ რა. ახოთ. აია. აა. ხა? მოგშივდა? კი. წოდის ბუტერბროდი ამინახავს. ხო და დღეს გასინჯო პირველად. რამდენი წოდია? დაჭერი ხო? კეჩუპი არ გინდა, ანუ დარწმუნებული ხარ? არა, კეჩუპი ხდება? არ ვიცი. აუ ხო არა. წესით კი. აი ნახე ყველა თეთრია. შენ როგორიც გიყვარს? ამიტომ უნდა ჭამო ბოლომდე, აი? კაი. ხო შეჭამ ბოლომდე ამას. და თუ აღარ მინდოდა? თუ აღარ გინდა მე შევჭამ.
აჰა. ეხლა შეგიძლია გასინჯო. კაია. დავაი, ჩაატყი უშტი. მაგარი. ხო რა, თხოვნა რაც არის, ჩვენი კი გითხარით. არ დავანაგვიანოთ ესეთი ლამაზი ადგილები რა. და დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება. ამ პატარა კაცზე ვიყავი შეპირებული, რომ უნდა წამოსულიყავით ტყეში და ბაიკით მაგიტო არ ვარ თორე. რეალურად ჩემი კონტენტი ბაიკის გარეშე არ იქნება რა. არა რახან ვაპირებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო YouTube კონტენტი შექმნა საქართველოში. მინდა რომ კვირაში მინიმუმ ერთი ვიდეო დავდო ხოლმე და აქედან გამომდინარე არ მინდოდა რომ გამიმაზა ეს კვირა რა. კოჩაღ მაგარი. თუ ძალიან შეღო ჩემი ბრალია. შენდი უკვე შატო გიჭირავს. გასინჯება? კაია. კაია. ანუ შევწვარი სიმინდი მოგეწონა. ძალიან შეა. ეს ეგეც იჭმევა რო იცოდე. ამდამ. არა, ასულა სარგეულა. ხოდა საძე რო გავალთ მე ავარ, კაი? აი ბა, საძე რო გავალთ. ახლა გასწავლით როგორ უნდა გადაყაროთ ნაგავი. ძალიან მარტივია და დაამუღანეთ რა. გაიჭირე. აი ესე უკან საბარგულს აღებ. ტყიდან წამოღებულ ნაგავს იღებ. შენ რაც ჭამე და სვი იმის ნარჩენებს იღებ. აი ესე მოგაგ. აქედან ჩვენ რა ვჭამეთ? აი ამ მარტო ყვითელ პარკში რაცა ეგ არის. დანარჩენი იმ ღორების არის, ვინც ესე დაყარა. აი ესე მოდი ხარ მარტივად. ეგ არის. ძალიან მარტივია.